ჯობა მოგესალმებით ყველას, როგორ ხართ? ხართ ყველანი ძალიან კარგად. უკვე მე რამდენი მცდელობა მაქვს აბაზანის შეძენის სიტყვით ვერ გიხსნით. უკვე რამდენი ხანია ამ ამბით ვარ დაკავებული და ხანრა მაგრამ ახლა უკვე მე მგონი მივედით იმ ეტაპამდე, რომ ნამდვილად შევწყვით ვანას. მე მქონდა, უბრალოდ ჯერ კიდევ სახლში მაქვს ძველებური თუ გახსოვთ თუჯის ვანები გეცოდინებათ. და მე რო აქ გადმოვედი საცხოვრებლად, ანუ ცოტა როგორი რაღაცა არის, იცით, აბაზანეში, სადაც ეს ჩვენი თუჯის ვანა არის ჩადგმული. რაღაცნაირად ჩემს მშობლებს მაშინ ადრე რემონტი რო გააკეთეს, ეს ხო იყო ჩადგმული და კიდევ ზევიდან ესე ლამაზად აქვთ ფილებით ამოშენებული, ან ჩაშენებული არის, ესე ვთქვათ, ეს თუჯის ვანა. ხო და ლამაზად რო იყო ჩაშენებული, რა თქმა უნდა, მე რო აქ გადმოვედი, ეს თუჯის ვანა რო უკვე ესეთი იყო შეწუხებული და დაღლილი და გაფუჭებული, გადავწყვიტე, რომ რა თქმა უნდა შემიცვალა. მაგრამ პრობლემა იყო იმაში, რომ ეს ყველაფერი იყო მოსანგრევის შემდეგ. ეს ყველაფერი ისე და ჩემმა დაქალმა ბელორუსმა ლენაჩკა მირჩია, რომ ნანო რა ლაპარაკობ თუჯის ვანები, ზოგადად ძალიან კარგი არისო რა. მართლა არ შემიძლია ცოტა თქვა. მართლა ძალიან კარგია. ანუ როგორც არის, ძალიანაც მაკმაყოფილებდა რა. ეხაც რო იყოს კარგ მდგომარეობაში, ძალიან მაკმაყოფილებს თუჯის ვანა, ვიდრე არის პლასმასის რაღაცა ვანები, ეხა რაც უნდა შევიძინო. ხო და გადავწყვიტე, რომ იმის გამო მეთქი, რომ მოსანგრევი არ გამიხდეს ეს და საწოლებელი არ გამიხდეს ეს ყველაფერი, გადავწყვიტე, რომ გავუკეთებდი რესტავრაციას. არ მახსოვს გაჩვენეთ, არ გაჩვენეთ რემონტის ვლოგებში, ანუ არაფერი არ მახსოვს ზოგადად მაშინ რას ვაკეთებდი. გავაკეთებინე რესტავრაცია სადღაცას ინტერნეტში, მე ხო ზოგადად ამაში ბედი არ მწყალობს რემონტების ჯგუფში. არ ვიცი, მოკლედ ეგეც არ ვიცი სად ვიპოვე ეს კაცი, მაგრამ სავარაუდოდ რემონტების ჯგუფში ვიპოვიდი და მოვიყვანა ეს კაცი, შეხედა, უბრალოდ ჯერ ფოტოები ჩამაგდებინა ვაიბერში თუ სადღაცას. და მითხრა, რომ ამის რესტავრაცია დაჯდება 500 ლარი და აი როგორ დავეთანხმეთ, კი ოღონდ მობრძანდით და გამიკეთეთ, რომ ოღონდად ჩემთვის სუფთა მოვლილი მოწესრიგებული ყოფილიყო და ანუ ეს პრობლემა მქონოდა მოხსნილი, მაგრამ ანუ მოვიდა ეს კაცი ყველაფერი, გააკეთა. თავიდან ძალიანაც მშვენივრად გამოიყურებოდა ეს ჩემი თუჯის აბაზანა, მაგრამ არ ვიცი, ალბათ 1-2 კვირაში, სადაც დღეში დაიწყო რაღაცა ლაქების ამოსვლა. ოღონდ ანუ არაფერი არ შველოდა რა. თან მითხრა, რომ ამის სულ გახეხვაო არ შეიძლებაო. და რა თქმა უნდა ამ სიფებით და რაღაცებით ვერ წმინდავდი აბაზანას. ერთადერთი რა გზასაც მივადექი და დავადექი იყო სოდა. ანუ სოდითა შეგიძლიაო გახეხაო რა. და არ დაგავიწყოთ ამ კაცის ნომერი აღარ მაქვს. არ მაქვს, თორე არ ვიცი რას უზვავდი რა. ხო და ეს ლაქები გამრავლდა და ცოტა ხანში თვითონ ეს რაც დაასხა, ანუ მოპირკეთების დროს რაც დაასხა, რაც იყო არ ვიცი რაღაცა სითხე, დაიწყო აკერცვა, ატყავება, უბედურება და აი ესე დავხარჯა 500 ლარი. ხო წასაყარები ვარ. აი ესე უაზრად რამოდენიმე დღის გამო დავკარგე 500 ლარი. მოჩქარეს, მოუგვიანდესო. ჩემზეა ნათქვამი. ხო და აი ესე ვიცხოვრე ცოტა ხანი და ცოტა ხანში აბაზანაში, ვანაში დაიწყო წყლის დაგროვება.
მეთქი რა უქნა, რით ვუშველო, აშკარად რაღაცა არის გაჭედილი, ანუ როგორც დგება ხოლმე წყალი რა, ხო იცით? ხო და ჩემთანაც ანალოგიურად და ჩავედი ახლა ეს მაღაზიაში და გოგონამ შემოვთავაზა შუმანიტის რაღაცა სოდასავით არის, უნდა ჩაყაროთ და მდუხარე უნდა ჩაასხათ და მე უნდა ჩაარეცხოთ და აი ცით როგორი მოქმედა მაგი მან, აი ეს ყველაფერი ზევით ამოვიდა, რაც გაჭედილი იყო, ანუ თუხ დასავით და ეს ყველაფერი ჭუჭყი ზევით ამოვიდა და მე უკვე ჩაირეცხა რა თქმა უნდა წყლით და იქ ჩვეულებრივ წყალი გადიოდა, მაგრამ ეს რო უკვე გაკეთებული მქონდა, სადღაცას ვიღაცა მითხრა, რომ ესეთი საშუალებებიო წვავსო ტრუბებს. ოხ, მეთქი რა ვიცი, ჩემთან მშვენივრად იმუშავა, ერთი თო გავიდა, ორი თო გავიდა და ეხა ისევ დამჭირდა. წავედი, კიდე ვიყიდე, კიდე ჩავყარე და ეგ აღარ უნდა გამეკეთებინა რა. უკვე აბაზანაში ქვევიდან დაიწყო წყალმა გაიჟონვა და ჩაურეცხე მეზობელი. ოღონდ ჩემ დაუნებურად არ ვიცოდი რომ ჟონავდა რა. ჩაურეცხე მეზობელი. ხო და რო ამოვიდა და მითხრა რომ ეს და ეს შვილობო თან ვერაფერ ვერ მითხა ისეთ საყვარელი ქალია. შვილობო ეს და ესეო წყალიო ჟონავსო თქვენგანო და იწვეთავსო რა ეს და ესეო და გავიმეთქი და დავიწყე ძიება სად რა როგორ რანაირად. ხედავ რომ მართლაც ჟონავს, წვეთავს ქვევიდან. გამოვიძახე ხელოსანი, ოღონდ აქ არ დააყოვნა ისევ და გამოვიძახე ხელოსანი ისევ ვიპოვე რემონტების ჯგუფში ადრეს მაქვს ნათქვამი და მაგ ტიპის პეიჯიც მაქვს აქ ვიდეოში ატვირთული, ვიღაცამ შეიძლება თქვა, აი კანონდარღვევა ისე რომ მადებილებ მარტო ხელა დედას და ჩემი ფული მიგაქვს და ჩემი სახლიდან გადიხარ, ვითომ გამიკეთე და ბლოკავ და აი ეს ხარ თაღლითი, აი ეგ არის კანონდარღვევა, თორე ის რომ მე აქ დავდე თაღლითის ფოტო ეგ არ არის. ну მოკლედ მოვიყვანა ეს ბიჭი, იცით ეგ ისტორიები. მე დიდი ხანი ვიკეთებ ესე, იმიტომ რომ არ მინდა ფქვილივით მეტოს. მოვიყვანა ეს ტიპი. ვითომ გამიკეთა, გავაკეთეო ისო, გაიგიჟა თავი, მეთქი ოკეი. წავიდა და ძალიან დანაგვიანება, ძალიან ბინძურად იმუშავა და მეთქი ანუ წყალი გავიდეს თქო რა, ჩაირეცხოს თქო ეს ყველაფერი და მე აგერ ზუსტად აი ამ ოთახში ვიჯექი და ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი ინსტაგრამზე და მე ხომ ჩემს მეგობართან ვლაპარაკობ და თან პარალელურად მირეკავს დედაჩემი, მაგრამ მეთქი მოვრჩები ლაპარაკს, გავუთიშავ და მერე დავურეკავ დედაჩემს, მე რა ვიცოდი რა ხდებოდა, მე აქეთ ვარ, იქით მთელი ამბები ხდება თურმე. ხო და მოკლედ დედაჩემს ვუთიშავ, ერთხელ გავუთიშე, ორჯერ გავუთიშე და თურმე დედაჩემს ქვედა მეზობელი ურეკავს, რომ ესე და ესე სახლიდან ძალიან ჟონავს წყალიო და მე ტელეფონზე ვლაპარაკობ არხეინათ ესე და მოკრის დედაჩემის დაქალი რიმა, იცით ყველა ჩემი ვიდეოებიდან. მოკრის და კარებზე ზარია და ეხლა მაგასაც ხوار გადავდებდი იმის გამო რომ არიქა ტელეფონზე ვლაპარაკობ თქო და ანუ გამოვდივარ ამ ოთახიდან და სალკი არ გამოვდივარ, просто უნდა გაცურონ ანუ და უნდა გაცურო და მივცუ. ანუ ვაიმე მეთქი თან კარებზე და всё, ანუ ეს წყალი რომ დავინახე, მგონია ქვედა მეზობელი რომ მეთქი ეხა всё. ნიხანა. ხო და თურმე ეს ქვედა მეზობელი კი არა. დედაჩემის დაქალია რიმა, თურმე დედაჩემი ურეკავს რომ არიქა დროზე მიდიო. და ისე რა ქვია, ნახეო რა ხდებაო რა დამირეკესო და რიმაც მოკროვდა და მე და რიმა და ანუ პირველი რასაც ვაკეთებ, ვთიშავ ტელეფონს, ვისანაც ვლაპარაკობდი და ვიწყებ ამ ხელოსანთა რეკვას, მაგრამ სად დარეკავ პროსტა დაბლოკილი ვარ ყველგან. ანუ ყველა სოციალურ ქსელში ტელეფონი ყველგან დაბლოკილი ვარ და ვისაც ველაპარაკობდი ჩემს მეგობარს ვუგდებ ტელეფონს რომ მეთქი დროზე შენ დაურეკე თქო, ანუ მე დაბლოკილი ვყოლი ვარ თქო და ვუგდებ ყველას ამის ტელეფონს რომ მეთქი ეს და ესე არიქა დროზე მე დაბლოკილი ვარ და დროზე მოტრიალდა ეს და გააკეთოს ეს ყველაფერი, პასუხი აკოს თავის აკეთებულზე. აი ჩემი ფეხები
ყველას ბლოკავს უკლებლი, ანუ ხვდება რა, ვინც ურეკავს, ხა ხვდება რომ ჩემგან არიან და პროსტო ეს ერთო ურეკავდნენ და უცხო ნომრებს ყველას ეგრევე ბლოკავდა ტიპი, ანუ გადავქექე მაგის Facebook-ი, დედამისი ვნახე Facebook-ზე. ნუ იქ დაკომენტარებული ქონდა რომ ჩემი საამაყო შვილი და მეთქი ქალბატონო თქვენი საამაყო შვილი კი რა თქვენი თაღლითი შვილი მეთქი ეს და ესე 150 ლარი თუ აღარც მახსოვს 100 ლარი მითხრა და 140 ანუ შემეცოდა იმდენი იწუწუნა რომ ბანკის ვალები მოხსო და გადმოგირიცხავ მეთქი რა და არაო ბარათიო მეთქი ბარათი რანაირად არ გაქვს თქვა რა და ვალები მაქვს და შემეცოდა და 120 ლარის ნაცვლად 150 ლარი მივეცი ესეთი დებილი ვარ პროსტო კიდე მაგან გამადებილა ხალხნო სად არის სამართალი? ხო, ვერ ვიპოვეთ ეს ბიჭი, დედამის მივწერე, მაგრამ დედამის, ანუ მისი შვილი, მისი მაჩვენებელი იყო, როგორი შვილიც ყავს გამოზრდილი, ანუ ანალოგიურად მაგანაც დამბლოკა რა, ჩვეულებრივად, დედიკომაც დამბლოკა და მეთქი, ანუ ბებია იყო კიდევ რა და მეთქი ახლა ბებია ზაკ ინფარქტ მარდა არ ყავს. ჩემი 150 ლარი დავინდა ესე ვთქვათ ეს ბებიკოც და მეთქი ჩემი ჭირიც წაუღია ძალიან გაუბრაზდი რა თქმა უნდა მაგრამ ანუ რას ვიზავდი პოლიციაში წავსულიყავი ანუ წავიდოდი ასეთ დროს მე ანუ არავის არ დავინდობ მაგრამ ანუ იმდენად რაღაცნაირად ვერის ვქენი რა აი არ ვიცი, ანუ ძალიან კარგად მიხვდა ის ტიპი, რომ გავიდა და რომ დამბლოკა, ძალიან კარგად მიხვდა, რომ ვერ ასრულებდა თავის სამსახურს რა. თბილისში ჩამოსული იყო, არ ვიცი, ჭიათურიდან თუ სადღაციდან არ ვიცი, მოკლედ როგორც თვითონ მიყვებოდა. ხო და აი ესე, რა ვიცი, რა გითხრათ, ისიც არ ვიცი. იდიოტი. მეტი ვერაფერს ვერ ვიტყვი. იდიოტოს. ახლა რაც შეეხება ჩემს აბაზანას, გასაკეთებელია, მოსატეხია ეს ყველაფერი. წინა დღეს ვიყავი მაშინ ელიავაზე, ვნახე რაღაცეები. გუშინ ვიყავი გორგიაში, ეხლა მივდივარ დომინოშიც მინდა ვნახო რაღაცეები. არაფერი განსაკუთრებული არ მინდა, ჩვეულებრივი ვანა მინდა ალექსანდრას თხოვნით, რომ ჩაწვეს ხოლმე. პომადას თქვენც ისმევთ ხოლმე ხყრს, ეს Estée Lauderis პომადა, დიდი ხნის უკან მაჩვქა მონიკა. ხო და ვადა გაუვიდა და ლოყებზე ვისმევ ხოლმე. არ ვიცი. რატო ვაკეთებ ესე, მაგრამ როგორც არის, თან ცოტათი ბზინავს და ძალიან ლამაზია. Вот так, ესეთი ამბები გვაქვს შემოგარგება. ახლა კი წავიდეთ დომინოში და ვნახოთ რა იყიდება. ჩემი ფანქარი დავკარგე კიკოს ახალი, სრულიად ახალი ვიყიდე, ბოლომდე მქონდა ერთი ჩაცლილი და სრულიად ახალი ვიყიდე და დავკარგე მაშინ ბაკურიანში. დაახლოებით ხვდები სად და როგორ, მაგრამ აზრი აღარ აქვს. მალე მიცოდა წავისვათ ეს და გეტყვითახლავე. ეს ვიყიდე სხვათა შორის ნავნეში, ძალიან კაი ფანქარია. და ღირდა მგონი, არ ვიცი 8, არ ვიცი 6 ლარი. Александрушка поела? Молодец. Ну хорошо, потом покушаешь. Ты же любишь блинчики, да? Блиновый дауцхи Александраста.
ხო და ახლა ვემზადებით ჩვენ კიდევ ბაკურიანში წასასვლელად. ეს თუ ალექსანდრას წავისვით. გიჟდები ამ პომადაზე ნახეთ რა ცოტა გადარჩა. ხო და მოკლედ ეს რა ქვია 16-ში ჩემი დაბადების დღე არის 17-ში და 16-ში მივიდივართ ბაკურიანში 5 დღით. ეხლა უკვე დიდი კამანდა მივიდივართ ახლა უკვე ნათესავები და რა თქმა უნდა ალექსანდრაც მოდის ჩვენთან ერთად. წინაზე მე მარტო ვიყავი. მისთვისაც ძალიან დიდ ბოჯეს მოვუხდი ჩემ შვილს, მაგრამ გამიშვა, წარმოგიდგენიათ. გამიშვა და მარტო ვიყავი მეგობრებთან ერთად და ახლა უკვე მივიდივარ ალექსანდრუშკასთან ერთად და უკვე მე და ალექსანდრუშკა ერთად ვისრიალებთ, ერთად დავისვენებთ, ერთად გავერთობთ ყველაფერს, ერთად გავაკეთებთ. უბრალოდ მაშინ ვერ წავიყვანე იმ მიზეზის გამო, რომ მქონდა ოპერაცია გაკეთებული და მისთვის არ შეიძლებოდა არც ფიზიკური აქტივობა და არც ქალაქიდან გასვლა. ამიტომ ესე დედიკომ თავისთვის მოიწყო ცოტაოდენი განტვირთვა. ცოტა დავისვენე. ძალიან კარგი იყო სხვათა შორის ბაკურიანის ვლოგი გექნებათ ნანახი. მე რამდენს ვლაპარაკო. მე კიდევ გადასაღებია всё წავედი მეგობრებო და გზადაგზა გაჩვენებთ თუ რამეს შევარჩევ დომინოში არ ვიცი. შეიძლება კიდევ ერთხელ წავიდე გორგიაში, იმიტომ რომ მაინტერესებს დუში და აი ეს ისინი რა ქვია ახალი კრაუნკანი და მთელი ამბები. გუშინ დიდად ყურადღება არ მივაქცია და ეხლა ვფიქრობ რომ ძალიანაც მჭირდება ეგენიც ახალი უნდა დავაყენებინო. საღამოს უკვე უნდა მოვიდეს. კიდევ ხელოსნები მყავდა მოყვანილი რომ ეს ჩემი ძველი აბაზანა აიღონ და მთელი ამბები ჩავატაროთ და მითხრეს რომ აღებაში და დაყენებაში 350 ლარიო. რაზეც რა თქმა უნდა უკან გადავარდი. ასე მე help საიდან მოვიტანო ამდენი ფული. ხო და მამა ჩემს დაურეკა მეთქეს და ესე მეთქი და თავის ძმას ანუ ბიძა ჩემს დაურეკა. ხო და დღეს ველოდები ჩემ ბიძაშვილი ჩემი და ჩემ მამიდაშვილი უნდა მოვიდნენ და უნდა მოვანგრიოთ თუ არ ვიცი დღეს რას გააკეთებენ შეხედავენ თუ არ ვიცი რა იქნება. უნდა მოინგრეს ეს ყველაფერი. ხო და დაყენდეს ახალი. ძალიან მახარებს ეგ ფაქტი, რომ წინ წავალთ. თორე არ მიყვარს, როცა აბაზანაში რაღაცა ესე მოუწესრიგებლად არის და ვერც მე ვერ ვიღებ სიამოვნებას. აი მე მიყვარს შევალ აბაზანაში ვანავ, შემდეგ გამოვდივარ ნიღბები, კრემები, სკრაბები, ჩაწოლოთ ძალიან მიყვარს და ერთ სული მაქვს გამოვიწერო სხვადასხვანაირი მარილები, რასაც ვიყენებდი ხოლმე მინსკში. ღმერთო როგორ მენატრება ის დრო, სიტყვით ვერ გიხსნით რამდენ რაღაცას ვასწრებდი, რამდენ რაღაცას ვუკეთებდი საკუთარ თავს. აქ საერთოდ მაგ მხრივ ნოლი, ანუ ვაფშე ვერაფერს ვერ ვაკეთებ, მაგრამ არა უშავს ახლა ახალი აბაზანე რომ იქნება და ახლებურად რომ მოვაწესრიგებ ყველაფერს, ყველაფერი კარგად იქნება და всё будет прекрасно. მივიდივარ ახლა დომინოში, გარეთ ფანტასტიკური ამინდია, ძალიან კარგი. ხა ჩემი მეზობლები შევხვდნენ და ეგენი შოკირებული არიან ჩემსავით. მეკითხებოდნენ რამდენი გადაიხადაო კომუნალური გადასახადებები და ამ თვეში მე რო კომუნალურები გადავიხადე კრისას და ავისას აღარ მართლა. აი შარშან თუ ჩემი ისეთი იყო მაქსიმუმი 155 ლარი იგივე გრადუსზე მეყენა არა გრადუსზე ახლა ამიყენია. არ ვიცი ამ თვეში გადავიხადე გაზის მხოლოდ 200 ლარი თუ 220 აღარც მახსოვს. და პლუს ამას შუქის იყო არ ვიცი რამდენი 56 წყალი იყო 36 დასუფთავება იქ როგორც ყოველთვის 250 მე მგონი. ინტერნეტი 60 მოკლედ არ ვიცი რაღაცა სიგიჟეა ამ თვეში კომუნალური გადასახადები. ნუ ვიცი რომ ძალიან ბევრი უკმაყოფილო არის რომ ყოველს ძალიან დიდი გადასახადი მოუვიდა. მათ შორის მეც ამათ უფრო მეტი მოსულიათ თურმე ყველა ავტობუსმა გამასწრო რატო არა მიდით
წადით. მე მჭირდება პრინციპში 351. ნუ თუ გაიარა. წავედით დომინოში. მოვახციე დომინოში. გადავდივარ ახლა შუქრიშაზე და იქავარიო. ბიჭებმა იპოვეს ერთმანეთი. ძალიან ცივა, ქარი როდის ამოვარდა. მე რო გამოვედი, ესეთი ქარი არ იყო. ეხლა რატოა? ნახოთ ერთი რას ვნახავთ დღეს დომინოში. ყველაზე მე ხო კიდე იპოვიან ესენი ერთმანეთს. სხვაებიც. გუშინ გორგიაში აღარ მახსოვს გითხარით თუ არა, მაგრამ დიდათ ვერაფერი ვერ ვნახე. ანუ რაც მომეწონა არაფერი არ იყო. საქართველოში როდის მორჩება ავარიის დროს გადმოსულები და გამოწვევა ეს რომ მიდიან ერთმანეთთან რქებით ეს როდის მორჩება ღმერთოა ალბათ მაშინ როცა ყველა დააზღავს თავის ავტომობილს და მაშინ მორჩება ისე არ მორჩება აქ არაფერი და ეხლა ვფიქრობ დომინოსის შემდეგ გადავიდე მაკში დავჯიდე და ხავა დავლიო მე ჩაირთე ხა მწვანე გავიყინე რა იქნება ეს შუქნიშანი არ მუშაობდა რამდენი ხანი ვიდექი ჩემს გვერდზე ჩინელები იდნენ არ იქ მეთქი ხა გზაზე არ გადავირბინო არ ცხვილი არ ვანახო ქართველებს მიდი თვითონ დაუბერეს და მეც მაგაც მივყევი მე უშიშრად სასაცილო მომენტი იყო მეთქი არა ადგილიდან არ განიცრე უბრალოდ ქართულად არ გადახვიდე გზაზე სირცხვილია და მიდი ჩასი მიდიან აგერის საყვარლები არიან შვენიერი სარკეა 125 ლარად ნარიტო დომინოში მოვიდეს და აქ სარკეში არ გადაიყოს ისე ხო არ შეიძლება აუ რა კაი სარკეა მართლა 125 ლარი ღირს მეცადეთ უკანაი ესეთი დასადგამი აქ კითაც არის რაღაცა მეცადეთ აი ესეთი მოდური ეხლა რა ძალიან ტრენდშია ეს რაღაცნაირი ქსოვილისგან არის ესეც 155 ლარი ღირს საათებია ესეთი საათი მაქვს სახლში დომინოში ვიყიდე ესეც რა მაგარია რა კაი სარკეა ეს 125 ღირს ეს იგივეა და კიდევ აი ესეთია აუ ეს ძალიან კაია რაც მე მომწონს კი ხედავთ რა ფასი აქვს მაგრამ ჩემთან მაინც არ ჩაიდგმება თუ რა ზომაა ეს არა ჩაიდგმება ძალიანაც კარგად ნახეთ როგორი ლამაზია მაგრამ ულამაზო ფასი აქვს როდიდან გავხდი მცენარეების ასე ძალიან მოყვარული არ ვიცი მაგრამ ძალიან მინდა ესეთი მქონდეს სახლში ძალიან მინდა ნახეთ როგორი ლამაზია და ღირს 380 ლარი და ზევით ჩემი მონსტერა კი მოქვს სახლში ძალიან ლამაზი ისინი ძალიან პატარებია თან ჩემი ცოტა სხვანაირი მონსტერაა ესე არ იზრდება ანუ სხვანაირად იზრდება რაღაცნაირად ულამაზესი მცენარეებია და ნანუტა თავი ხელში აიყვანე თავს კონტროლი გაუწიე რაც არ გჭირდება ახლა ნამდვილად ეს არის აი საერთოდ რო არ გჭირდება კიდევ აქეთ არის ესეთი პალმოჩკები რაღაცა აი ესეთი ქონდა ადრე ლენას მე ძალიან ლამაზია ნახეთ ულამაზესია თუ კარგად ძვირით ღირს მინდა გითხრათ მარა ულამაზესია
აი ამას სადმე ტელევიზორთან დავდგავდი გვერდით. ლამაზად გაიზრდებოდა. ფიკუსებიც არის პატარები. მე სახში რამ ხელა მაქვს. ძალიან დიდი. ეს რა არის ესეც რაღაცა ლამაზია. აი ეს სტრელიცია ქვია აი ამას რაღაც ესეც ლამაზი უნდა იყოს დეკორში. ესეთი ფიკუსი, ესეც ფიკუსია ალბათ ხო? ფიკუსი კი ბატონო. აი მას რა ქვია ერთი ზუსტად. მოიცოდეთ. მივიდეთ. ამას ქვია დიფსის 380 ლარებს. აი ზუსტად ესეთი მაქვს სახლში, რომლისთვისაც მჭირდება მიწა, არ ვიცი რა ქვია და ეხლა თქვენთან ერთად ვნახავ. ამას ქვია ეპიპრემნუმ. ეპიპრემნუმ. ესე ქვია და უკვე საკმაოდ ფესვები აქვს ჩემთან გაშვებული. აი ამას ეს ხერს 20 ლარი, მაგრამ ჩვენ ალბათ ეხლა ვიყიდით 20 ლარის მიწას და ქოთანს რომ ჩავდგოთ ლამაზად და აი ესეც მომიჭონს ესენი ისე ლამაზად იზრდება გიზდები და ამას ქვია ხედერა. ნახეთ ძალიან ლამაზია. მიწა რა ღირს მიწა. აუ კიდევ იცით რა მომეწონა? აი ეს დრაცენა ნახეთ როგორი საყვარელია. ნახეთ. მაგრამ ეს სანამ გაიზრდება, აი ისე ყველაფერი გაე. დაგჭირდება 10 წელი. აი ამას კიდევ რა ქვია? ფიკუსი, ოღონდ სხვანაირი ფიკუსია ეს. კიდევ რაებია საინტერესო. არაფერი წამოდით ახლა მიწა ვნახოთ. ესეც როგორი ლამაზია. ეს ნახეთ როგორი სხვანაირია და განსხვავებულია. ძალიან ლამაზია ყველაფერი. მაგრამ მიწა რო აქედან არ ვატარო და სხვაგან ვიყიდო ხო შეიძლება, ჩემთანაც ხო იყიდება. სად ვიყიდე წინაზე, მე მგონი ნიკორაში ვიყიდე, ამდენს რა ეს რა წამოღებინებს. აუ ესეც მომჭონს, ნაგეთ. ქოთნები არის, მაგრამ გაბერილი ფასებით, არ ვიცი რა ჭირს დომინოს, მაგრამ ყველაფერი გაბერილი ფასებით არის. აი ეს ქოთანი მომეწონა. თავის ფეხებზე დგას რაღაცნაირად, ლამაზია, მაგრამ ღირს 15 და 70. ახმეტელზე მეგულება ერთი ძალიან მაგარი მაღაზია თავისი ყველაფრით. ხო და იქ ვნახავ. ძალიან ლამაზებია. არა, ლამაზად ცხოვრება ძვირი ღირს კი ვიცით, მაგრამ თლად ესეც რა ვიცი. სხვათა შორის აი ესეც მომეწონა. აი ესე გამოიყურება. ფასიც სრულიად მისაღებია. ერთადერთი ვერ ხვდები აი ეს სამბავი მომწონს თუ არა. ნახეთ, ამაში იყრება მიწა. და აი ეს უნდა დაეხუროს. აი. რა ვიცი აბა, ვერ ხვდები. რამიკა. აი ეს მომეწონა, მაგრამ ისეთი მძიმეა. ტყუიასავით. გახრეტილი არ აქვს. არც ამებს. ესეც ძალიან ლამაზი რაღაცნაირი. აი ესეთი. ეს ვაფშე ულამაზესია და 130 ლარი ღირს. ნახეთ ესე გძლად რო ჩარგავ, ძალიან ლამაზი გამოვა. არ ვიცი. თუ გახსოვთ მინსკში ცხოვრების დროს, მისაღებ ოთახში მქონდა რამოდენიმე ფერის ორქიდეა. თეთრიც მქონდა. კიდევ როგორი გქონდა. აი ესეთი ვარდისფერი. აი ესეთი.
ხო და ეხლა ვნახე და არის აქცია და ღირს 28 ლარი და 20 თეთრი და ეხლა ვფიქრობ ხო არ წავიღო ერთი ძალიან მომწონდა იქ გვედა ხოლმე ძალიან ლამაზად მისაღებში ფანჯარასთან და არ ვიცი ძალიან კარგად ხარობდა ეხლა ვფიქრობ რომ ხო არ ვიყიდო მაგრამ რა ფერის ვიყიდო თუ ვიყიდი ან თეთრი ან აი ესეთი ვფიქრობ ალექსანდრესაც გაუხარდება ნახეთ აქ ძალიან კარგად მოვლილებია ძალიან დიდი იმედი მაქვს სახშიც ესე ლამაზად გაიხარებს არ ვიცი მინსკში ძალიან კარგად ხარობდა იქ ფანჯარასთან სადაც გვედო აიმე არიქა არაფერი დავაზიანოთ არის მთლიანად აი ესეთი ვარდისფერიც და ჭრელიც თან მინდა თან ცოტა ნერვიულობ რომ სახლში რომ მედება სულ ის სახლი გამახსენდება თქო ამიტომ არ და მომწონს ეს თეთრი ლამაზია და აი ესეთი თეთრეული რომელიც დამზადებულია საქართველოში ნახეთ აი ესეთ ქისაში დევს არისო სატინი შიგნით ჩავიხედე და ნამდვილად სატინია ზომები ნახეთ როგორ იდეალურად აქვთ მოფიქრებული ერთსაწოლიანი თავისი ზეწარი საბნისპირი და ბალიშისპირი აი ეს არის ყველაფერი წარმოდგენილი არის სხვადასხვა ფერებში და ფასდაკლებით ღირს 128 ლარი ერთსაწოლიანი სატინის თეთრეული კარგი ფასია ნამდვილად ახლამდე ძალიან დაღლილ დაქანცული თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ როგორ მინდოდა სადმე მეჭამა ორჯერ მქონდა მცდელობა რომ გარეთ მეჭამა მეთქი არა ხოლმე მხოლოდ სახლში როცა მიხვალ მაშინ შეჭამ გემრიელ ბოშს გემრიელ ფლავს და რა ვიცი თუ კიდე რამე გაგიხარდება ყველაფერს გააკეთებ ამიტომ აი ესე მოახცი მოვედი სახლამდე და აწი სახლში შევჭამ გემრიელად მოვიარე სად არ ვიყავი ყველგან ვიყავი ყველაფერი ვნახე და ვნახოთ აწი ველოდებით როცა აიღებენ ბანას